არ დამთავრებულა ეს განცხადებები, რომელსაც ამ ფორმით შეუძლია, ხო, ის პატიმარია და ამ ფორმით შეუძლია განცხადებები გააკეთოს, შესაბამისად უნდა დაველოდოთ მის სურვილს, მის ნებას და იმ შინაარს, რასაც ის ჩათვლი, საჭიროდ რომ გაახმოვანოს. დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ წერილს გამოაქვეყნებს. როგორც ჩანს, ქართული ოცნების მხილება განცხადებებით ისევ გაგრძელდება. რუსთავის ციხეში ადვოკატი ღარიბაშვილს დღეს თითქმის 2 საათი ელაპარაკებოდა. გამოსული კი ამბობს, რომ ღარიბაშვილი მორალური განადგურების სამიზნეა და ის მიზანში ოცნების დღევანდელმა შემადგენლობამ ამოიღო. თუმცა არსად გამქრალა ბიძინა ივანიშვილი. ლილი გელაშვილი განმარტავს, რატომ არ ახსენა მეორე წერილში ღარიბაშვილმა პარტიის ლიდერი. განცხადებაში, რომელიც მან განავრცელდა, გააკეთა გუშინ იყო გაკეთებული, მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, თვითონ საიდან და როგორ იყო და მან დაასახელა კონკრეტულად, ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა, მან დაასახელა ფაქტი, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან და მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო მან, რეალურად არსებობს და რომ ის გამოუგზავნა მამუკა მდინარაძე. გაუგზავნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით, კიდევ ერთხელ რომ დავასრულოთ. მამუკა მდინარაძე, როგორც წერია წერილში, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი და მან გაუგზავნა. და ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ახსნა, უკიდურესი ნაბიჯი, რომ ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით და რომ წერილში ნაარსი რაც არის, რომ მას რაღაცა გარკვეული აღიარებები უნდა მიეცა, ის რაც არ ყოფილა, იმაზე ვერ ბიძინა ივანიშვილზე კიდევ უფრო მეტ სიტყვის დღეს რა არის მის პოზიცია? თუ ღარიბაშვილის ორივე წერილს გადავხედავთ, გამოდის, რომ მის მიერ ახალი კორუფციული დანაშაულის აღიარებას ითხოვს ივანიშვილი მდინარაძის გამოყენებით. ბრალდების მთავარი ობიექტი დღეს მედიასთან გამოჩნდა და თქვა, რომ ყოფილ პრემიერთან დაპირისპირებას არ აპირებს. მდინარაძე კორუფციასთან მებრძოლის იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს და ბრალდებებს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს ამ ბრძოლის ფასია. პატიმრობაში მყოფი კაცია და მე ვფიქრობ, რომ ამ ჩემი სიტუაციიდან თალად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე ჩემიდან გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები შეიძლება უარესიც იყო, არის და იქნება. ბრალდებებისთვის მზად ვართ, თავარი ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტან და ბევრ ამასაც და კორუფციის ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. კითხვა კი ისევ ბევრია და პასუხებს ითხოვს, რა დანაშაულის აღიარებას თხოვდნენ ღარიბაშვილს, რატომ დაინახეს მისგან პოლიტიკაში დაბრუნების რისკი, ან რა საფრთხე შეუქმნეს მის ოჯახს. ამ კითხვებს წესით პასუხი ციხიდან თავადაც უნდა გასცეს და თუ კი ის იტყუება, ჩნდება კითხვა, რატომ დასჭირდა მას ღია დაპირისპირება ქართულ ოცნებასთან, თანაც პირველად და ყველასთვის მოულოდნელი ფორმით. როგორც ჩანს, მორიგის შეტევა დაიწყო მასზე, არ კმაყოფილდებიან და ეს ბუნებრივიც არის მისი ციხეში ჯდომით, აქვთ ფინანსური პრეტენზიები მასთან. ღარიბაშვილი შეეცადა, რომ სასუწარკვეთილი ღარიბაშვილი რო აი ამ მორიგი გაწეწვის მცდელობის დროს რაღაცნაირად ბიძინასთვის შეეხსენებინა თავი, როგორც ჩანს, იქიდან დუმილი მიიღო, ანუ იგნორირება მიიღო და მიხვდა, რომ ეს ბლეფი ერთგვარი მას არ გამოუვიდა და ისევ რაღაცა ბუნდოვანი უკბილო განცხადება ვიხილეთ. რა გონიათ ეხლა, რომ ღარიბაშვილი ან სხვა ვინმე რო ლანძღავს დაუშვათ და უპირისპირდება კობახიძეს ეს ბიძინას ანერვიულებს? სულაც არ ანერვიულებს, ბიძინას ეს აწყობს, იმიტომ რომ ამით სუსტდებიან ისინი, ვისაც კიდე რაღაც ილუზიები და ამბიციები აქვს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ღარიბაშვილის წერილები არაკლანური დაპირისპირების გაგრძელება, არამედ პირდაპირი და მკაფიო შეტევაა ბიძინა ივანიშვილზე. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი ოცნების ლიდერს აზიანებს, რადგან უკვე ცხადად ჩანს, რომ ღარიბაშვილს, როგორც ივანიშვილის პოლიტიკური ცხოვრების მემატიანეს, ბევრი რამის გასაჯაროება შეუძლია და ის, რაც უკვე ითქვა, ქვეყანაში უსამართლობას და ინსტიტუციურ ჩამოშლას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ეს მომავალში თავისუფალი სასამართლოს პირობებში გახდება ამ რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი. ის რომ სასამართლო გადაწყვეტილებები იწერება სადღაც კაბინეტში. ის რომ ივანიშვილი ავალებს რაღაც ასე ვთქვათ დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას იმის გამო რომ მან ვერ გაბედოს პოლიტიკაში დაბრუნება და 1%-იანი შანსიც კი არ არსებობდეს. ეს არის უსამართლობის მთელი კასკადი.
ირმა ინაშვილი, რომელსაც ღარიბაშვილის მტკიცებით მასთან გაგზავნილ წერილში ახსენებენ, დარწმუნებულია, რომ ამ წერილების შესახებ ივანიშვილმა არაფერი იცოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ღარიბაშვილთან მეგობრობას ადასტურებს და ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ კობახიძე, მდინარაძე ლიდერის მიღმა მოქმედებენ. მე არ გამიკვირდა გუშინ ჩემი სახელის ხსენება, იმიტომ რომ მივხვდი, ვისი გაგზავნილი იქნებოდა ეს წერილი. ეს წერილი ბიძინა ივანიშვილის გაგზავნილს ნამდვილად არ გავდა. ეს წერილი გავდა სწორედ კობახიძის ჯგუფის გაგზავნილ წერილს ღარიბაშვილისადმი და ეს დადასტურდა დღეს. დინარაძე კობახიძის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. და ივანიშვილმა ეს, რა თქმა უნდა, გაიგო მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ეს ყველაფერი. ერთია ვის ჯერა ღარიბაშვილის უდანაშაულობის და მეორეა რამდენად მართალია მასზე ზეწოლის ისტორია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებაში ამ დაპირისპირებამ აჩვენა თუ რა მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლო წლების განმავლობაში. ძალაუფლება რომ რყნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყნის. ამ ადამიანებს უკვე იმისი განშტიცუნარიც არა აქვთ, რომ საკუთარ სიტყვას და ქმედებას რაღაცა პატარა თვითშეფასება გაუკეთონ. რასთან გვაქვს საქმე? ანუ რითია ეს ხალხი დაკავებული? რითი იყვნენ დაკავებული? ახლა რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რატომ ეწამა ის და გვეუბნება, რომ ამის გამო ჩვენ მასთან სიმპათია უნდა გაგვიჩნდეს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესების გამო ეწამა. ერთი ცალი სახელმწიფო ინტერესი დამისახელოს ან მან, ან მისმა დღევანდელმა თუ გუშინდელმა თანამოაზრეებმა თუ გუნდის წევრებმა, რომელიც მიიღწევა აი ასეთი ქმედებებით. ქართული ოცნება 2 დღეა ყოფილი პრემიერის წერილების გაუფასურებას ცდილობს და მას არალოგიკურად წარმოაჩენს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილი ან შეცდომაში შეიყვანეს, ან ის თვით დაზიანების გზას დაადგა. ამოყამ დინარაძემ გაუგზავნა წერილი აბსოლუტურად აბსურდული რაღაცა მოთხოვნებით, ესეთი რამე გამორიცხულია. გამორიცხულია რა, გამორიცხულია და იმიტომ რატოა გამორიცხული? ვინმე მან შეცდომაში შეიყვანა. ან აბსოლუტურად რაღაცა რეალობის შეგრძნება დაკარგა. ადამიანი როცა საუბრობს, რომ მან აღიარა დანაშაული, თითქოს მას ეს ყველაფერი არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი გააკეთა იმიტომ, რომ არ დაეზიანებინა გუნდი და შემდეგ ამ გუნდის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხალხს უსვამს, რომ იგი საერთოდ ასწენილია ლოგიკას და დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაშია გადასული. ახლა საინტერესოა რა სიტყვის ყოფილი პრემიერი ახალ წერილში და როგორ გაგრძელდება მისი დაანონსებული ბრძოლა. ან კიდევ რა სიტყვის ივანიშვილზე, რაც ალბათ მისი ბრძოლის ნამდვილობასაც განსაზღვრავს.